გაგვაცანით თქვენი თავი. გამარჯობათ, მე ვარ მარიამ ნეკრეველი, 11 წლის, დავიბადე 2003 წლის 17 აპრილს და ვარ მე-6 კლასელი და ცხოვრობ სოფელ უწერაში. დიდი მადლობა. მარიამ, გაიხსენე ბავშვობის რომელიმე მოგონება, რომელიც არ გავიწყდება. ეს სკოლაში პირველად მისვლები არის ძალიან პატარა და ლილ მასწავლებელი ჩემს საყვარელ მასწავლებელს კითხე, რომ კიდევ მოვიდოდი ამ სკოლაში და აღარ დამამახსოვრდა ეს დღე ძალიან განსაკუთრებულად დამახსოვრდა. დიდი მადლობა. ანუ სკოლის პირველი დღე. ძალიან საინტერესოა. მარიამ, გეშინია ვინმესი? არა. ცხოველების, ძაღლების, სიბნელის. სიბნელის არ მეშინია. შეგიძლია ბნელ ეზოში ჩახვიდა სულ მარტო? არა, ეთქვა დაგჭირდეს, რაღაცა გადაგივარდა, ჩახვალ შეძლებ. ანუ არ გეშინია სიბნელის, ძალიან კარგი. თუ გეშინიეთ ცხოველების, აი ძაღლების. ანუ შიშის გრძნობა მაინც იცი ხო რაც არის, ხო? კარგი. და კი კარგავ საყვარელი არსება. კი. აბა მომიყევი. ჩემი საყვარელი ძაღლი, რომელიც კარგი და ჩემი ძალიან ჭკვიანი ძაღლი და ძალიან სისხლიანი ძაღლი და ძალიან ერთგული ძაღლი. ძალიან კარგი. მოგწევია ვინმე უსამართლოდ მარიამ? შეიძლება იცი რა არის? შეიძლება ეს იყოს დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ძმა. ხო? ფიქრობ რომ უსამართლოდ მოიქცა და შენი შეხედულებებიდან განსჭი მათ, ხო? აი ესეთი რამ თუ შეგიძლია გაიხსენო, ანუ იცნობ თუ არა ამ გრძნობას? ანუ არ იცნობ, ხო? შენ ძმასთან ერთად რო ჩხუბობ ხოლმე, შენ ძმასთან რომ ჩხუბობ ამ დროს უსამართლობას არ განიცდი? ესე იგი რაღაცა არ მოგწონს, ხო? თუ ესე უბრალოდ კარგი. შენი საქციელის გამო სირცხულის გრძნობა განგიცდია? ხანდახან კი რაღაც ისეთ ზოგადად კლებშია. როგორ ცოტა შეგრძნება აქ, ხო? მეც ძალიან ბევრჯერ დამართნია ეგრე მასე. იცნობ ბუნებას, მარიამ? შენი აზრით, როგორ ფიქრობ, ბუნება უსულოა თუ თქვენსავით სულიერია? კარგი მარიამ. რა არის მარტოობა შენი აზრით? მარტოობა არის მარტოობა ადამიანის უცხოა. აი რას განიცდის ადამიანი ამ დროს მარტოობის დროს? ყოფილ ხარ როდისმეს მარტო სახლში? არა. კარგი. როგორ ფიქრობ, რატომ ყავს ადამიანი ცხოველებს? შეიძლება ადამიანმა იმიტომ მოკლას, რომ ხორცი უნდადეს. შეიძლება ბოიოტები არიან და იმიტომ მოკლავენ. როდესაც აინახავენ, რომ არც სჭირდებოდა, შეიძლება იმიტომაც მოკლავენ. აჰა. მარიამ, მე ძალიან ბევრ კეთილ ადამიანს ვიცნობ, რომელიც მაინც ნადირობს და კლავს ცხოველებს. ამართლებ შენ მათ საქციელს? რას ეთყოდი მათ? შენ სიტყვას რომ მქონდეს ძალიან, აი, წარმოიდგინე რომ შენ რომ ეტყვი, ისეთი სიტყვები უნდა უთხრა რაღაც, რომელიც მათ დააფიქრებს ამ ყველაფერზე და აღარ მოკლავენ. ვეტყოდი რომ არასდროს არ უნდა მოკლან ცხოველებს, იმიტომ რომ ისინი თავისი როგორც ადამიანები არიან, ისე არიან. უბრალოდ არ ლაპარაკობენ და თავის ემოციებს და გასცემს ვერ გამოხატავენ. ამდენი მოთხრობები ძალიან ბევრი წამიკითხავს, რომელიც ესეთი ცხოველებს უკავშირდება და ამის წმულები რომ ცხოველები ჩვენსავით სულიერები არიან და ჩვენსავით ტკივათ როგორც ის ჩვენ მოკლავთ და ეს ძალიან მაგარი სიტყვებია მარიამ, დიდი მადლობა.